მე საქართველოს მოქალაქე შევდივარ საქართველოს თავდაცვის ძალებში ვფიცავ და მე როგორც გრძელდება. ხვალ აქ თავისუფლების მოედანზე საქართველოს ახალი ჯარისკაცები ფიცდადებენ და ეს იქნება ყველაზე ამაღელვებელი მომენტი. და რადგან ეს ამაღელვებელი მომენტია, რა თქმა უნდა, რეჟიმი მას იყენებს საკუთარი პოლიტიკის, ფარისეულური პოლიტიკის, ფასადური პოლიტიკის ნაწილად. ქართული ჯარი დღეს ივანიშვილის რეჟიმის ხელში მხოლოდ და მხოლოდ ინსტრუმენტია საკუთარი ძალაუფლების განსამტკიცებლად. სწორედ იმიტომ, რომ ჯარი ყველაფრის მიხედვით ინსტიტუციებს შორის სანდოობის უმაღლესი რეიტინგის სარგებლობს, ივანიშვილი მას ხელს არ უშვებს და იტოვებს საკუთარი ფარსის გასამართლებლად. ჩვენი ქვეყნის ყველაზე ღირსეულ წარმომადგენლებს ის უყურებს არა როგორც ეროვნული უსაფრთხოების მთავარ გარანტს, არამედ როგორც ინსტრუმენტს, რომ ქართველი ხალხი მოატყუოს. როცა ხვალ საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს იზეიმებს, ქართული ოცნების კლანური რეჟიმის შემოღობილ სივრცეებში საკუთარ ზეიმს გამართავს და ამ კონტექსტში არ უნდა დაგვაუწყდეს ერთი საუკუნის წინანდელი მოვლენები, როდესაც საქართველოს გასაბჭოების შემდეგ 1921 წლის 26 მაისი ბოლშევიკებმა აღნიშნეს სამხედრო აღლუყით. ანუ მათაც კი ვერ გაბედეს, რომ აი ხელაღებით ეთქვათ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა დასრულებულია და ის პირველი წელი და გარკვეულწილად მეორე წელიც კი იყვნენ იმ ილუზიაში, რომ საქართველოს უბრალოდ ხელისუფლება შეიცვალა, დანარჩენი არაფერი არ შეცვლა. ზუსტად აი ამის გაგრძელება, რაც დღეს ხდება, საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება ივანიშვილის რეჟიმის უსაუბრობს სუვერენიტეტზე, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც საქართველო დე-ფაქტო აღარ არის სუვერენული სახელმწიფო. საქართველოში თავიდან ბოლომდე პრაქტიკულად ყველა სფეროს განაგებენ რუსული სპეცსამსახურები. იქნება ეს ძალოვანი სტრუქტურები, პროპაგანდა, რომელიც ერთ-ერთშია კრემლის პროპაგანდასთან, თუ ნებისმიერი საკვანძო ნაწილი ჩვენი ეკონომიკის თუ პოლიტიკის. ნაბიჯით იარ! აღლუმის სხვა ტიპის სამხედრო კომპონენტით საქართველოში 2013 წელს ჩანაცვლა, როდესაც ივანიშვილის მთავრობას არ უნდოდა, რომ იმ დროისთვის ჯერ კიდევ უმაღლეს მთავარსარდალს მიხეილ სააკაშვილის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა და აღლუმი ჩაებარებიდა. არადა ჯარი ის ინსტიტუტია, რომლის პოლიტიზირება და პარტიულ საქმიანობაში ჩართვა დაუშვებელი და აკრძალულია. ამ ფორმით კი მაშინ ქართულმა ოცნებამ პირველად ჩართო საქართველოში არაღებული ძალები პოლიტიკურ თამაშებში. ბატონებო და ბატონებო, ამერიკის შეერთებული შტატების არმიის სამხედრო მოსამსახურეები. იცის-დადების კომპონენტ წლების განმავლობაში დაემატა თავისუფლების მოედანზე სამხედრო მარშით შემოსული სხვადასხვა დანაყოფები, რომელთა შორის იყვნენ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები. მაგრამ შარშან ეს ტრადიცია დაარღვია რეჟიმმა. ამის შესახებ დროებამ მაყურებელს პირველმა უამბო და ეს იყო ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის გაწყვეტის პირველი ვიზუალური დადასტურება, რაც საელჩომ შარშან ჩვენს კითხვაზე პასუხშიც დაადასტურა. რადგან ამერიკის საელჩო საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს და ჩვენს ჯერ ვერ დაგხურეს, გადაწყვიტე დიპლომატიური მისიისთვის წერილი მიმეწერა და რამდენიმე საკითხი დამეზუსტებინა. მათ შორის ის, თუ რატომ არ იყვნენ თავისუფლების მოედანზე 26 მაისს. კითხვა ასე ჟღერდა. სამწუხაროდ 26 მაისს ვერ ვიხილეთ ამერიკელი სამხედროები სამხედრო ღონისძიებაზე, ისე როგორც ამას წინა წლებში ვხედავდით. რა იყო მიზეზი? ამერიკული მხარე არ აღმოჩნდა მზად მიიღო მონაწილეობა ამ ღონისძიებაში, თუ ქართულმა ოფიციოზმა გადაწყვიტა დაერღვია ტრადიცია. ამერიკის მონაწილეობა 26 მაისის სამთავრობო ღონისძიებაში გაუქმდა შეერთებული შტატების მიმართ სრულ ნარატივების გავრცელების გამო, რომელიც გაჟღერებული იყო ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის მიერ 29 აპრილის გამოსვლისას. შეერთებული შტატები რჩება საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად და სურს იხილოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მტკიცედ ინტეგრირებული საქართველო. ჩვენ მოუწოდებთ საქართველოს მთავრობას დაუბრუნდეს ამ გზას. ასე ქართულმა ოცნებამ სიმბოლურად და ვიტრინულადაც კი უარი თქვა დასავლელ პარტნიორებზე. შარშანვე პარლამენტზე გამოფენილ ბანერებს შორის გაქრა ევროკავშირის დროშები. შარშან არ მახსოვს რომ იყო. მე მგონი შარშან ჩამოხსეს და წელს რო დაამატეს რაღაცა მომწონს. იქნებ ცოტა შეეშინდათ რაღაცეების. იქნებ ჩაფიქრდნენ და სანქციები რომ რეალურია ძალიან მიხვდნენ, არ ვიცი. აი ძალიან სილბე ყველა ფრონტზე იმუშაონ და თან კიდე თავიანთ ამომრჩეველს ატყუებენ რა, ისევ და ისევ. შარშანდელისგან განსხვავებით წელს ფასადებზე ევროკავშირი დაბრუნდა. თქვენი აზრით აი ეს ევროკავშირის დროშები რატო გამოაკრეს?
გვატყუებენ. Არაფერი საერთო ევროკავშირთან, ევროპასთან, ევროპულ ღირებულებებთან, არაფერი საერთო არ აქვს. ანუ ეს არის უბრალოდ დეკლარაცია, რომ ჩვენ რა ვიცი რა უნდა მოგვატყუონ და ალბათ საკუთარ ამომრჩეველს ატყუებენ. ცდილობაა მაინც. გვეთამაშებიან. ათასწლეულები რო თქვა, ვითომ და მიდიან მიმართულებდეს. ანუ შეთხოვებენ. ესე რომ გაიძვერა აფერისტი, მატყუარა ხალხია. ესენი ხო წყლის სტიქიაში ცხოვრობენ. ასე რეალურად მაგიტომ თორემ რეალურად ეს ყველაფერი ფორმალურია. ანუ ჩვენ ხო კარგად ვიცით რომ ესენი თხოვებიან. ჩვენ ხო კარგად ვიცით რომ ესენი გაიძვერები არიან. ამიტომ ჩვენ მათ არ დავიჯერებთ და ჩვენ ჩვენსაც გავაკეთებთ. ნორმალის სტანდარტი რაღაცა თამაშობენ სინამდვილეში უნდათ რომ მოწყდნენ ცივილიზებულ სამყაროს, მაგრამ უკვე ყველამ ცუდ ეს არის თხოვილი და ანუ სიკრა წერია ეს დღე ჩვენი, ეს დღე ამ ხალხის არის აქვე, დგევართ რუსთავად. კარგი სიტყვა ფარისევლობა და ამას დაუკავშირებდი ევროკავშირის დროშის გამოფენას, რომ სინამდვილეში ისევ ცდილობენ, მათ შორის მათ ამომრჩეველს, რომელსაც დარწმუნებულიوار დიდ უმრავლესობას, რა თქმა უნდა, ევროპული მომავალი უნდა საკუთარი ქვეყნისთვის, აი ამით, აი ამ ფორმალური დროშის გამოფენით აჩვენონ თითქოს მათი გზა ისევ ღია ევროპისკენ. ოცნების ხელისუფლებამ 28 ნოემბერს უთხრა ქართველ ხალხს, რომ მას არ უნდა ევროპისკენ წასვლა და მან უღალატა კონსტიტუციაში ჩაწერილ ქართველი ხალხის მოთხოვნას და არჩევანს, რომ ჩვენი გზა ყოფილიყო დასავლეთისკენ, ევროპისკენ განვითარებისკენ. ოცნების პოლიტიკაა, რომ ჩვენ მიგვაჯაჭვოს საბოლოოდ რუსეთის ორბიტაზე. სწორედ ამიტომაც ვდგავართ, ნახევარ წელზე მეტია აქ. გიждდებიან ევროპაზე და სიყალბის კიდევ ერთი დემონსტრაცია პროპაგანდული ფორმალური ასე თქვათ სვლა რომელი მათი ქმედება ეკუთვნება რამე ლოგიკას, რომ ამას კონდეს ლოგიკური ახსნა? ეს მცირე გამოკითხვას ადასტურებს ერთ მარტივ და ისტორიულ ჭეშმარიტებას. საქართველოს და საერთოდ ქართველი ერის პროდასავლური არჩევანი არ არის უბრალოდ ერთი თაობის არჩევანი. ეს არ არის კონკრეტული პოლიტიკური ძალის არჩევანი. ეს არის ჩვენი ეროვნული დნმ-ის ნაწილი. ჩვენ ასე ვითარდებით, ასე ვიზრდებით, როგორც ადამიანები, ასე სკოლაში რო ვსწავლობთ ისე რომ საქართველოს ყოველთვის ჰქონდა ორი არჩევანი, დასავლეთს და აღმოსავლეთს შორის, ამ შემთხვევაში დასავლეთს და ჩრდილოეთს შორის. ხო, ჩვენი დნმ-ის ნაწილია ისო, ჩვენ ყოველთვის გვინდოდა ყოფილიყავით ევროპის ნაწილი. როდესაც გაწყდა საქართველოსა და ევროპას შორის კავშირი კონსტანტინოპოლის დაცემასთან ერთად, მას მერე სხვა ჩვენი იდენტობის ნაწილი იყო, რომ გვინდოდა რომ ევროპას გაეგონა, გავეხსენებინეთ, ეღიარებინა ის ფაქტი, რომ აი სადღაც კავკასიაში არსებობს ქრისტიანი ერი, ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, რომელიც არის მივიწყებული და დაკარგული, ხო? დღეს ჩვენ ვართ იმ რეალობაში, როდესაც ევროპამ ეს არათუ აღიარა, არამედ აქეთ გამოგვიწოდა ხელი და თქვა, რომ ევროპის საზღვრები არის ლისაბონიდან თბილისამდე, რომ ევროპის დედაქალაქი დღეს არის თბილისში. ქართველი ხალხის ამ არჩევანს ხელი არ შეუშლია ივანიშვილის ხელის ბიჭი კობახიძისთვის, საქართველოს ეროვნულ ინტერესი ფეხებზე დაეკიდებინა და კრემლის დირექტივა შეესრულებინა. იზოლირებული საქართველოს სწორედ რუსეთის ინტერესებს შერადგან გაცილებით მარტივი ნადავლი იქნება მისთვის. აქ კი ლოგიკური კითხვა ჩნდება, მაშინ რატომ ინარჩუნებს ფასადურ ფასეულობებს, რაში სჭირდება ეს ფარისევლობა? ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ რომ საქართველოში არსებობდეს რომელიმე ხელისუფლება, ვინც არ უნდა იყოს, რომელიც ღიად თითქოს რომ არა, მე ევროპა კი არა, რუსეთი მინდა. ანუ ისინი იძულებული არიან რომ აი ეს ტყუილი შესთავაზონ როგორც საკუთარ თავს, ასევე საკუთარ ამორჩეველიც არ არის ეს, ხო, ანუ ის ძალა, რომელსაც ისინი ეფუძნებიან ნეპოტიზმით, ფულით, კორუფციით თუ ასე შემდეგ და ეს იგივე ტყუილი შესთავაზონ დასავლეთს. სხვა საქმეა რომ ამ ტყუილს აღარავინ არ იჯერებს, მაგრამ იმისთვის რომ ისინი გადარჩნენ და შეინარჩუნონ ლეგიტიმურობა ილუზია საკუთარ თავში პირველ რიგში, იმიტომ რომ სხვის თვალში მათ ეს დიდი ხანია დაკარგეს, მათ სჭირდებათ აი ეს ტყუილი. სანამ ამ ილუზიას ქმნიან და საქართველოს მოქალაქეების ნაწილი მაინც მათ უჯერებს, ისინი ქმნიან ავტოკრატიას და ამისთვის საფუძველს უთხრიან ეროვნულ უსაფრთხოებას. შეერთებულ შტატებთან შეჩერებულ სტრატეგიული პარტნიორობას უკვე შარშანვე მოყვა საერთაშორისო სამხედრო წვრთნების გაუქმება. ამას მოყვა ბრიტანეთთან გაუქმებული კიბერუსაფრთხოების თანამშრომლობა და ზოგადად ნატოსთან ერთად დაგეგმილი სამხედრო თანამშრომლობის უმრავლესობა. ამ ყველაფერს კი წინ ქართული ოცნების პირდაპირი რუსული საქმეები უძღვოდა.
ართული ადამიანმა იფიქროს, რომ ხო, აი მე ღალატს ჩავდივარ, ჩემი არჩევანი არის რუსეთი, მე ვაკეთებ იმასაც, ჩემ შვილებს აზიანებს, ხო არ დააჯერ, ამას ხო არ იფიქრებენ საკუთარი თავისთვის. ისინი ფიქრობენ, რომ ხო, როგორც ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა იკითხა გუშინ, აი რას ვაკეთებთო პრორუსულზე, ხო? ყველაფერს, აბსოლუტურად ყველაფერს, იქნება ეს ჩვენი სპეცრაზმელების ხოცვა, ჟლეტა მოსვლის დღიდან, ჩვენი სამხედროების სიების გადაცემა რუსეთისთვის, ჩვენი დაზვერვის და კონტრდაზვერვის სიების გადაცემა რუსებისთვის, რის შემდეგაც ჩვენი ქსელი, როგორც აფხაზეთში, ასევე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში პრაქტიკულად ერთ დღეში ჩავარდა და ადამიანები ზოგი დახოცეს, ზოგი დაიჭირეს და დღესაც ციხეებში არიან ადამიანები. აი ეს ყველაფერი არის თანმიმდევრული რუსული პოლიტიკა. კრემლი რომ ხარბია ეს ისტორიულად განმეორებითად მტკიცდება. შესაბამისად ეს ყველაფერი საკმარისი არ იყო. ამიტომ ივანიშვილის ხელისუფლების პირველივე წლებებში თბილისის თავდაცვის ხუდეებთან ცდომა მისცეს რუსეთის ჯაშუშობაში ბრალდებულ წითელაშვილს. ხოლო ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის მე-11 წელს გადაწყდა ვაზიანში სამოქალაქო აეროპორტის და სტადიონის მშენებლობა. თუ რატომაა საზიანო ეს ყველაფერი საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის, ამაზე დროებაში არაერთი სიუჟეტი მოგვიმზადებია და მათგან ერთ-ერთის ნაწყვეტს შემოგთავაზებთ. ვაზიანში მსგავსი მასშტაბის წვრთნების ჩატარება ეჭქვეშ დგება. სამოქალაქო აეროპორტი, ახალი სტადიონი და სამხედრო ინფრასტრუქტურა უბრალოდ თავსებადი არ არის. დროება სახელმწიფო უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობისთვის დამაზარალებელი აეროპორტის მშენებლობის თემას მეორედ უკვე კობახიძის პრემიერობის პერიოდში უბრუნდება. ამჯერად ოფიციალური დოკუმენტით იმის შესახებ, რომ ჯარისთვის ამ მასშტაბური ცვლილების მიზანშეწონილებაზე არავის არაფერი უკითხავს. თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებების მიმღების საბჭოს მიერ ვაზიანის ტერიტორიაზე აეროპორტის მშენებლობის საკითხის განხილვა არ მომხდარა. ეს ოფიციალური წერილია, რომელიც უწყებიდან დეპუტატმა თეონა აკუბარდიამ საპარლამენტო კითხვების საპასუხოდ მიიღო. თავდაცვის მინისტრს ერთი ფურცელიც კი არ აღმოაჩნდა ხელმოწერილი, სადაც სამხედროები გაიზიარებდნენ იმ პასუხისმგებლობას, რომ ვაზიანის პოლიგონიდან სულ რაღაც 3 კილომეტრში აეროპორტი აშენებული იყო, ამაზე თანხმობა სამხედროების ყოფილიყო. არანაირი თეორიული შანსი არ არსებობს იმისა, რომ ამ სამხედრო პოლიგონზე საარტილერიო თუ სხვა ტიპის სამხედრო სწავლებები იყოს თავსებადი იმ ტიპის ახალ აეროპორტთან, რომელიც როგორც სამგზავრო ასევე სატვირთო გადაზიდვებს მოემსახურება. წერილების გაცვლის გარდა მინისტრობისა ზუსტად ამ საკითხზე ბურჭულაძე კომიტეტზეც იყო დაბარებული. როდესაც მე თავდაცვის მინისტრი ჯვანშა ბურჭულაძე დავიბარე თავდაცვის კომიტეტზე ვაზიანის აეროპორტის საკითხთან დაკავშირებით, მან პირადად აიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმასთან დაკავშირებით, რომ პრობლემას არ შეუქმნიდა ეს აეროპორტი პოლიგონს და მოიყვანა მაგალითად რომელიღაცა ქვეყანა, რომელიც ვერ დამისახელა, სადაც ერთად არსებობს ამგვარი ინფრასტრუქტურა, თუმცა ვერც კონკრეტიკაში ვერ შევიდა და ვერც ერთი დოკუმენტი ვერ წარმოადგინა განსაკუთრებით გადაწყვეტილების მიღების საბჭო, სადაც სამხედრო პირი ხელს მოაწერდა იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელიც ქართული ოცნების მთავრობამ მიიღო. ბატონი ჯუანშერი კი იყო დარწმუნებული, თუმცა როგორც ირკვევა, მე რაც სამხედროს მოусმინე თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე, ის არ იზარებდა მაინც ბურჭულაძის პოზიციებს, რომ ხელს არ შეუშლიდა ვაზიანის სამხედრო პოლიგონს ახალი აეროპორტის აშენება, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, მათ შორის შესაძლოა კორუფციული ინტერესებით ნაკარნახები. რადგან ჯარისკაცებს არავინ კითხა აზრი ვაზიანში აეროპორტის მშენებლობის შესახებ, დროება მიმართა საქართველოს გენშტაბის ყოფილ უფროსს. მისი პოზიცია ცალსახაა. თუ არ გვინდა ეს მომზადება, შეიძლება ითქვას, რომ ავსტრიაში, ხო, ავსტრიის თავდაცვის სამინისტრო შედის კულტურისა და სპორტის სამინისტროში. ერთად თუ ჩვენი ამოცანა იქნება შეერაღებული ძალების, რომ თქვათ ბორჯომში ხანძრების დროს ჩავერთო და დავეხმაროთ მეხანძრებს, გაზ მისაღები არის. თუ ჩვენი ამოცანა არის, რომ ჩვენ საბრძოლო შესაძლებლობები და გავაღრმავოთ და კონვენციური დაპირისპირებისთვის გავითვალისწინოთ უკრაინაში მიმდინარე ომის გამოსვლება და ავამაღლოთ, ამისთვის პოლიგონია საჭირო და რეალური ვითარების ჩამოყალიბება.
ვაზიანის ტერიტორიაზე აეროდრომში განთავსებული ამერიკულ-ქართული ერთობლივი ცენტრის გარდა არის სატანგო პოლიგონი. საარტილერიო პოლიგონი. ავიაციის სავარჯიშო, 2 ბრიგადა, აღმოსავლეთის სარდლობა და კიდევ რამდენიმე სამხედრო ობიექტი. ახლა კი კონკრეტული მიზეზები თუ რატომაა ყოველივე ეს შეუთავსებელი სამოქალაქო აეროპორტთან. უნდა წარმოვიდგინოთ ზოგადად პოლიგონი რას წარმოადგენს. ეს არა თქვა ტრიალი მინდორი, სადაც გადიან და ვიღაცას მოდება ისრეს, ვიღაც ეს რთული სამხედრო ინფრასტრუქტურა, რომელსაც გააჩნია თავისი კატეგორიები და ამავე დროს თავისი უსაფრთხოების ზომები, რაც უნდა იყოს პოლიგონისთვის. ადგილი, სადაც უნდა ხდებოდეს საჰაერო, თქვა, ბომბების ჩამოყრა, საჰაერო ვარჯიში, ცოცხალი საბრძოლო სროლებით, ხო? ეს რაიონი უნდა იყოს დაცილებული, დასახლებულ პუნქტს რკინიგზის რკინიგზის რაღაც ისეთ მნიშვნელოვან კომუნიკაციას, სადაც 10 კილომეტრით. ხოლო აეროდრომს, ზოგადად აეროდრომს უნდა იყოს დაცილებული 30 კილომეტრი დაახლოებით. ესა საბჭოთა ნორმატივებით. დასავლეთში დარწმუნებული ვარ, უფრო მკაცრი ნორმატივებია, ვიდრე ეგ ეკოლოგია ემატება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს სიუჟეტი კიდევ გრძელდება და დეტალურად განიხილავს ყველა კომპონენტს და მისი ნახვა YouTube-ზე მარტივად შეგიძლიათ ვაზიანის დივერსია ამ სათაურით. შემოსხელთ არსებული ინფორმაციით მიმდინარე წლის მარტის თვეში დაიწყო კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს დაზვერვის სამსახური გამხდარიყო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთი შემადგენელი დეპარტამენტი. ასე აგიხდეთ ყველაფერი კარგი. თარგამაძის ფორმულაში ერთი თვის წინ დაზვერვის ყოფილმა უფროსმა პირველად გააჟღერა, რომ დამოუკიდებლად მყოფი დაზვერვის სამსახურის სუსის დაქვემდებარებაში გადატანა იგეგმებოდა და თავადვე განმარტა, რატომ არის ეს სახიფათო. ეფექტიანი თანამშრომლობის პირობებში ჩვენ გვქონდა წოდომა ძალიან სენსიტიური და ძალიან საინტერესო ინფორმაციასთან, რომელიც არსებითად მნიშვნელოვანი იყო ქართული საქართველოს სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ფორმირებისთვის. არ წავალ დეტალებში, მაგრამ დანამდვილებით შემიძლიათ გითხრათ, რომ თელ რიგ საფრთხეებთან, გამოწვევებთან, მოსალოდნელ გართულებებთან დაკავშირებით საქართველოს დაზვერვის სამსახურს ჰქონდა წინსწრებით დაზუსტებული მაღალი ხარისხის ინფორმაცია. თუ დასავლეთ პარტნიორებთან ჩვენი კოოპერაცია სადაზვერვო თანამშრომლობის სფეროში მინელდება ან გაწყდება, ბუნებრივია ცარიელ სივრცეს არ დატოვებს სხვა სახელმწიფო და იგი შეეცდება შეავსოს ეს თანამშრომლობის ფორმატიც. ეს დაზუსტებული და საჭირო ინფორმაცია დასავლელი პარტნიორებისგან ჰქონდა და მისი გასვლა შესაძლებელი იყო, რადგან სამსახური დამოუკიდებელი სტრუქტურა იყო. მსგავსი გაერთიანება, რაც ახლა მოხდა, ანუ დაზვერვის სუსტან დაქვემდებარების მცდელობა, ჯერ კიდევ 2017 წელს იყო დაგეგმილი, თუმცა მაშინ ეს გადაიფიქრეს. გადაიფიქრეს სწორედ იმიტომ, რომ დასავლელი პარტნიორებისთვის უწყების დამოუკიდებლობა ხაზგასმით და ცალსახად მნიშვნელოვანი იყო. რატომ მიიღეს ახლა ერთხელ უკვე დაწმუნებული გადაწყვეტილება? პასუხი შესაძლოა ამ ამბავში იყოს. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ რეგიონში ჩვენი ორგანიზაციის ექსპერტები, ჩვენი დაზვერვის სამსახურის ექსპერტები აკეთებდნენ საუკეთესო შეფასებებს იმ რისკებისა თუ გარემოებებისა, რომელსაც ადგილი ჰქონდა ჩვენს რეგიონში, განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონში და განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და დაიწყო აგრესია უკრაინის ტერიტორიის მიმართულებით. დროების ინფორმაციით ამ ეტაპზე პრაქტიკულად სრულად არის გაწყვეტილი თანამშრომლობა საქართველოს დაზვერვის და დასავლურ სპეცსამსახურებს შორის. ინფორმაცია მხოლოდ ტრაფიკინგის და ნარკობრუნვის მიმართულებით ხდება. რაც შეეხება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს, ამასთან დაკავშირებით საქართველოს ინფორმაციას ვეღარ იღებს. პრინციპში ივანიშვილის რეჟიმში ეს ყველაფერი საჭირო არცაა. არაა ძნელი დასანახი, რომ საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის საგარეო დაზვერვის შეფი განსაკუთრებულად აქტიურობს. ეს კი მიუთითებს, რომ შესაძლოა სწორედ ის იყოს პასუხისმგებელი ივანიშვილის ხელით მართვაზე. სიტუაციის ასე განვითარებამ არაა გამორიცხული წლების განმავლობაში გაზრდილი კადრების სისტემიდან გადინება გამოიწვიოს. ცხადზე უცხადესი ეს არის დაუწერელი კანონი, რომ განაწყენებული თანამშრომელი, სოციალურად დაუცველი და სხვადასხვა ტიპის დაცულობის ასე თქვა სივრცეების გარეშე დატოვებული თანამშრომელი არის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების პირდაპირი სამიზნე. ეს არის ჩვეულებრივად მიღებული დადგენილი პრაქტიკა და შესაბამისად ამ ინტეგრაციის თუ მიერთების პროცესში თუ
დაიშვება ის, რომ გამოცდილი თანამშრომლები დარჩენია სამსახურს მიღმა, ან მათ შეეცვლებათ პროფესიული მიმართულება, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ეს ხალხი საკუთარი ნებით დატოვებს ბოლოს და ბოლოს სამსახურს, თან წაიღებს იმ ცოდნას გამოცდილებას და ასე ვთქვათ, გადაინაცვლებენ სამოქალაქო სექტორში. ხვალ კალენდარში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა მონიშნული. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა შევაფასეთ თავდაცვისა და უსაფრთხოების ჭრილში, რადგან სუვერენიტეტისა თავისუფლებას სწორედ ამ კომპონენტებით მყარდება. ამ სფეროში არსებული მდგომარეობის მიმოხილვით ერთის მხრივ გიჩვენეთ, რომ მათთვის, ანუ ქართული ოცნებისთვის, სუვერენიტეტი მხოლოდ ვიტრინული ატრიბუტია, ხოლო მეორეს მხრივ ეცადეთ დაგვენახებინა რეალურად რა მდგომარეობაშია ეროვნული უსაფრთხოება. ამიტომ, როცა ხვალ ივანიშვილის რეჟიმის მორიგი ფარსის თვითმკვლელები გავხდებით, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს უბრალოდ ფასადია. ვიტრინაში გამოსადები ბრჭყვიალა ინსტრუმენტები, სრულ პატრიოტიზმი და ფარისევლობა.